ეს ლიზია. ლიზი სკოლაში კარგად სწავლობს. ხშირად ნახავთ გაკვეთილზე ხელაწეულს. უახლოეს მეგობარ გვანცასთან მის მომავალ გეგმებზეც ხშირად საუბრობს. ეუბნება, რომ ექიმობას აპირებს და უკვე ხედავს, როგორ ათვია თეთრი ხალათი. მე სკოლაში წავედი. ჩვენი გოგონა როგორ გაიზარდა. დედაჩემი მაგისიტოლი რო იყო, 2 შვილი ყავდა უკვე. ქალის წესი ეგრეა. უნდა გათხოვდეს და შვილები გააჩინოს. და მეც მისთვის საქმრო შევარჩიე. ჩემი კლასელის ბიჭი, გიორგი. უკვე 19 წლისაა და დროა ოჯახს მოეკიდოს. მამა, მოვედი. გიორგი მშვენიერი ბიჭია. ოჯახსაც არ უჭირს. მე ძალიან მომწონს. უკეთეს ვის ვნახავთ. ფიქრი საჭირო არ არის. მე თანახმოვარ. დღეს გიორგი და მისი მშობლები მოვლენ. ხომ იცი გიორგი? გონი ერთხელ დაგანახე კიდეც ქუჩაში. არ მახსოვს და არც მაინტერესებს. ხო და მოვა და ნახავ. თქვენ ქორწილსაც მალე მოვიფიქრებთ. ყველაზე ლამაზი პატარძალი იქნები დამიჯერე. არ მინდა. უნდა ვისწავლო. იმდენი გეგმა მაქვს. შენი გეგმები ქმრის და ბავშვების მოვლა იქნება. ქალმა საკუთარი ფუნქცია უნდა იცოდეს. მე და გიორგის მამა უკვე შევთანხმდით. ყველაფერი გადაწყვეტილია. გვანცა, ხომ არ იცი ლიზი ამდენ ხანს რატომ ეცნენ სკოლას? მშობლები ლიზის ქორწილისთვის ამზადებიან. დაგვიანება არ შეიძლება. მინდა გაცნობოთ არასრულწლოვანი გოგონას იძულებით გათხოვების თაობაზე. გამარჯობა, მე ნინო ვარ, სოციალური მუშაკი. ჯანდაცვის სამინისტროს ცხელხაზზე ზარი შემოვიდა არასრულწლოვანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. ხომ შეიძლება გაგესაუბროთ? ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 2 კვირაა, რაც ლიზი სკოლას აცდენს. ჯანმრთელობის პრობლემები ხომ არ აქვს? არა, ის კარგადაა. მალე მისი ქორწილია დაგეგმილი. კი, მაგრამ ის ხომ 14 წლის არის. დიახ, 14-ისაა. მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ის ჩვენი შვილია და უკეთ ვიცით რა არის მისთვის კარგი. თუ მეტი საქმე არ გაქვთ, საუბარი უნდა დავასრულოთ. ის ჯერ ბავშვია. მის ჯანმრთელობას და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ზიანი მიადგება. მისი ზრდა-განვითარება ჯერ არ დასრულებულა. ახლა მას განსაკუთრებით სათუთი მიდგომა სჭირდება. ნაადრევი ქორწინება ადრე თუ გვიან გოგონას ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. ნაადრევ ქორწინებას ბევრი უარყოფითი მხარე აქვს. მოზარდებში ორსულობასთან და მშობიარობასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები, განათლებაზე უარი, დროთა განმავლობაში ღირებულებათა გადაფასების შედეგად წყვილის ურთიერთობაში წარმოქმნილი პრობლემები, რომელიც შესაძლოა განქორწინებით დასრულდეს. მინდა იცოდეთ, რომ ლიზი ჯერ არასრულწლოვანია. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით 18 წლამდე პირთა ქორწინება არ დაიშვება. ამავე დროს არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირი დანაშაულია და შესაძლოა გიორგის სასჯელის მუხტაც კი მოუწიოს. უნდა გითხრათ, რომ ეს კანონდარღვევაა. აღნიშნული შესახებ პოლიცია ინფორმირებულია. ჩვენ გიორგის ოჯახსაც გავესაუბრებით. ლიზი, შეგიძლია მენდო, აქ შენს დასახმარებლად ვარ მოსული. ვიცი რომ კარგად სწავლობ. პროფესია უკვე შერჩეული გაქვს, რა გინდა გამოხვიდე? ექიმი მინდა და გამოვსულიყავი. არ მინდა რომ ვინმე ავად იყოს. შენ ახლაც შეგიძლია კარგი ექიმი გამოხვიდე. მთავარია სკოლა დაამთავრო და კარგად ისწავლო. მე გათხოვება არ მინდა. ეს ბუნებრივია, რადგან ჯერ ბავშვი ხარ და გარდა შენი სურვილისა ქორწინება ამასაკში კანონითაც აკრძალულია. იცოდე რომ არავის აქვს უფლება რაიმე გაიძულოს. შენ გაქვს სწავლის და განვითარების უფლება, რასაც ხელს უშლის ადრეული ქორწინება. მე უკვე ვესაუბრე შენ მშობლებს და ისინიც დაფიქრდებიან ამაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში შეგვიძლია პოლიციას მიუმართოთ. შენ დამოუკიდებლადაც შეგიძლია 12-ზე დარეკვა. აქ შენს უფლებებს აუცილებლად დაიცავენ. ისევე როგორც ყველა ბავშვს, შენს გაქვს განათლების მიღების უფლება. შენ კანონი გიცავს. ეს ჩემი მობილურის ნომერია. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლია დამიკავშირდე. მე კიდევ მოვალ. შენ მარტო არ ხარ. იქნებ მართლაც არ ღირდეს. დღეს ის დრო აღარ არის 14 წლის რომ უნდა გათხოვდეს. რატომ უნდა წავართვოთ ბავშვობა და მომავალი? თუ ეს მართლაც კანონდარღვევაა და ლიზის ქმარს დაიჭერენ, მაშინ ლიზის რა ეშველება? ფიქრობის მართალია. არ უნდა ავჩქარდეთ. სკოლა დაამთავროს, მერე ლიზი ექიმი გახდება და ექიმის შვილი გვეყოლება. იცით რომ ლიზი 14 წლისაა, არასრულწლოვანია. გიორგი კი 19-ის. მე ჩემით მივიღე ეს გადაწყვეტილება და ლიზის სასაკით ჩემთვის პრობლემა არ არის. შენ შესაძლოა შენით მიიღე ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ლიზის გადაწყვეტილება არ არის დამოუკიდებელი. ეს იძულებითი ქორწინებაა. აცნობიერებ რომ არასრულწლოვანთან ქორწინებით დანაშაულს ჩადიხარ.
იცი თუ არა რომ 16 წლამდე პირთან სრულწლოვანი სქესობრივი კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულია? იცი, მე ისევ შემიძლია ექიმი გავხდე, რადგან ჩემს უფლებებს კანონი იცავს. იცოდე, თუ შენს უფლებებს დაარღვევენ, შეგიძლია 15:05-ზე სოციალურ მუშაკს დაურეკო.